საშობაო გამოფენა გაყიდვა სოფელ გურჯაანში. შობის მარხვის დროს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის სამრევლოს ბავშვებმა შექმნეს სხვადასხვა სახის აქსესუარები და ნივთები. შობას ტაძრის ეზოში გამოფინეს და გაყიდეს. შემოსული თანხა კი გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს. ღვთისწყალობით ჩვენ უკვე მარხვაც გაილია და ჩვენ ახალგაზრდების ჩართულობით ბავშვების ჩართულობით შობის მარხვაში კვირას წირვის შემდეგ სატრაპეზოში ბავშვები იკრიბებოდნენ თეონა მასწავლებელთან ერთად. მისი ხელმძღვანელობით ესეთი ხელით ნაკეთი ნივთები დამზადდა და მოვაწყეთ საშობაო გამოფენა და გაყიდვა. და თვითონ ბავშვებს შევეკითხეთ თუ რაში შეიძლებოდა დაგვიხარჯა ეს აქ შემოსული თანხა და თვითონ თავისი ინიციატივით, თავისი სურვილით გამოთქვეს სურვილი რომ დავეხმაროთ გაჭირვებულებს. ჩვენ ღვთისწყალობით ალილოს ცვლილობის შემდეგ მეხმარებით შეჭირებულ ოჯახებს შემოსული ხილი იქნება რაც იქნება და თანხითაც აი ამ ბავშვების ხელით ნაშრომი თანხით ჩვენ თვითონ გაჭირებულს კონვერტით გადავცემთ ფულად დახმარებას და პირველი რომ ეს არის რომ ჩვენ ერთად შეგვაძლებინა ღმერთმა ერთობლივი ხელით კეთება შრომა და ამავდროულად ტაძრის ირგვლივ ტაძრის მადლის ქვეშ გავერთიანდით და ტაძრის მადლის ქვეშ ჩვენ შევძელით რომ ერთად კეთილი საქმე გავკეთებინა. პირველ რიგში გელოცავთ ახალწელს. ჩვენ ბავშვებმა გავაკეთეთ სახალხო ფიგურები, კალმების ჩასაწყობი და ასე შემდეგ. ზოგმა გააკეთა თმის ცისამაგრე, ზოგმა ჭიქები, სათვლის ჩასაწყობები და ჩვენ ყველას გვიხაროდა ამის გაკეთება და ყველას მოსწონდა. მთავარანგელოზის ტაძრის სასამრევლოს მოზარდმა ბავშვებმა თავისი სურვილით გამოთქვეს რომ გაეკეთებინათ საქველმოქმედო საშობაო გამოფენა, რითაც დაეხმარებოდნენ შეჭირვებულ ოჯახებს, ასევე იქნებოდა საქველმოქმედო იმ კუთხით, რომ მათი სურვილით ეს თანხა შეიწირებოდა ერთ-ერთი ტაძრისთვის.